ჩვენ დავბრუნდით და როგორც უკვე გითხარით, გადაცემის მეორე ნაწილში საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე უნდა ვისაუბროთ, როგორც ჩვენმა მაყურებელმა უკვე იცის 30 ნოემბრიდან მოყოლებული საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასე ვთქვათ, გარშემო და საზოგადოებრივი მაუწყებელთან აქციები უწყვეტად მიმდინარეობს, არის ძალიან დიდი ცვლილებები, არის კრიზისი ასევე არხზე, იმიტომ რომ არიან, ასე ვთქვათ, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები იქ და აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ 6-საათიანი მოამბის, ასე ვთქვათ, წამყვანი, სადაც ვასილ ივანოვიჩ შიქოვანი უძღვებოდა ხოლმე ამ გადაცემას, გუშინ მოხდა ისე, რომ გადაცემა წაიყვანა პროდიუსერმა მაია ჭუჭულაშვილმა და ეს ფაქტიურად მეტყველებს იმაზე, რომ კრიზისი მართლაც არის არხზე და ის გარემოება, რომ საზოგადოება აპროტესტებს მაუწყებელთან არსებულ ვითარებას, ეს რაღაცა გარკვეულ შედეგებს ნამდვილად იღებს. როგორც უკვე გითხარით, დღეს ჩვენი სტუმარი იქნება მარიამ დალაქიშვილი, განათლების ექსპერტი, გიორგი ჭანტურია, მოგვიანებით შემოგვიერთდება. მოგესალმებით, მარიამ. მარიამ, მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა სტუმრობისთვის და რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში? 30 ნოემბრიდან მოყოლებული აქციები მიმდინარეობს მაუწყებელთან, ჩვენ ვადევნებს თვალყურს და საკმაოდ დიდი ცვლილებები არის, რა ეტაპზე არის დღეს და გუშინდელ, ასე ვთქვათ, მოვლენასაც რომ გამოვეხმაუროთ საინფორმაციო გამოშვებასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, რომ ამ საკითხზე იყოს საუბარი ყველგან. იმიტომ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოების ხმის გაჟღერების ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და ძალიან პირველი დღიდან ფაქტობრივად ჩართული ვარ ამ პროტესტში, როგორც რიგითი მონაწილე, ძალიან გულშემატკივრობ ამ ამბავს. რა თქმა უნდა, ეს გუშინდელი ამბავი მიუთითებს იმ რყევაზე, რაც არსებობს საზოგადოებრივ მაუწყებელში, თუმცა ჩვენ მანამდეც ვნახეთ, რომ არიან თანამშრომლები, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, არ ვიცი, ადევნებდით თუ არა თვალს, საზოგადოების საკმაოდ ფართო სპექტრმა დაიწყო ყურება ბორდის სხდომების, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების და იქაც ძალიან ჩანდა, რომ ეს არ არის ერთი ადამიანის ბრძოლა, იქ არის ძალიან ბევრი ღირსეული, პროფესიონალი ჟურნალისტი, რომელიც შიგნიდან იბრძვის იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ჩვენი საზოგადოების წინაშე მას აკისრია. ეს არის შესაძლებლობის მიცემა ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. რაც შეეხება, ვთქვათ, აი ეს, რა თქმა უნდა, ეს ინდიკატორივით იყო რაღაც ლაკმუსის მასავით, გუშინ რომ მოამბე წაიყვანა ქალბატონმა მაია ჭუჭულაშვილმა, ფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა წამყვანები არ დათანხმდნენ და ვფიქრობ, რომ აი ესეთი თუნდაც არა ხმამაღალი, თუმცა ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო ხმამაღალი იყოს სოლიდარობა პროტესტის მონაწილე ადამიანების მიმართ, ეს სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია სხვა წამყვანების მხრიდან და ძალიან კარგად ჩანს, რომ ჩუმი იქნება თუ ხმამაღალი სოლიდარობა, ეს ძალიან დიდ ფასად უჯდებათ ადამიანებს, ასეთი მარტივი არ არის. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს თანმიმდევრული პროტესტი და იმის განცდა, რომ მართალი ხარ და სიმართლის მხარეს იბრძვი, ძალიან აძლიერებს ამ პროტესტს. ამაზე მეტყოლებს ეს კვლევაც მათ შორის, რაზეც ბატონი იაგო საუბრობდა, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან მონაცემს გვაძლევს იმის შესახებ, რა ხდება ქვეყანაში, ხო? 80%-ზე მეტი საზოგადოების ხედავს, რომ ქვეყანაში არის კრიზისი. საზოგადოებრივი მაუწყებელი კვირების მანძილზე უგულებელ ყოფდა ამ კრიზისის არსებობას. ეხლა თუ ვთქვათ, აი ეს მივადევნებთ ამ საინფორმაციო გადაცემებს, რომლებიც მხოლოდ საინფორმაციო გადაცემები და სერიალები გადის, მოგეხსენებათ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, არ ვერჩი არც დოკუმენტურ ფილმებს და არც სერიალებს, არც სერიალებს, თუმცა მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის ესეთი მდგომარეობა,
თქვათ პრაიმ ტაიმის დროს არ უნდა გადიოდეს სერიალი გული ან ძველი ხიდების რაღაც საიდუმლო ვერ დავიმახსოვრე სახელი მეხემწერ ყოველ საღამოს მაფუთებ რა არის საერთოდ იმას რომ თავი დავანება თუ რა უჯდება საზოგადოებას მაგ სერიალების გაშვება ყოველდღიურ რეჟიმში, ოდესაც ქვეყანაში ასეთი ვითარება 100 მილიონი. საინტერესო არის აი 30 ნოემბერი თქვით ჩვენ თარიღი ხო მას მერე რაც კობახიძის განცხადება იყო 28-ში და რაღაცნაირად ამან თითქოს ბიძგი მისცა ძალიან ბევრ პროტესტს სხვადასხვა სფეროში. აი 30 ნოემბრიდან მოყოლებული თითქმის 2 თვე სრულდება უკვე. აი რომ დავიწყოთ და მივყვეთ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ დისტანცირება მეტნაკლებად საჭირო არის ხომ რომ მოვლენებს შორიდან შევხედოთ. აი რა იყო 30 ნოემბერს და დღემდე რა შედეგები, რა გარდატეხები მოხდა, რა პატარ-პატარა ასე ვთქვათ, გადადგმული ნაბიჯები იყო, სად იყო ყველაზე მეტი წინააღმდეგობა და რა ეტაპზე ვართ აი ამ 2 თვის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო მოვლენები. ნუ მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ქვეყანაში არსებული კრიზისის ერთ-ერთი ნაწილია, ილუსტრაციაც და ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი კერა პროტესტის, უფრო მეტიც ესე დავარქმევდი, ამიტომ აი 30 ნოემბრიდან ყოველ დღე მივდივარ და შემდეგ მივდივარ რუსთაველზე და ძალიან ბევრი ადამიანი და ვთქვათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროტესტის კერა იქცა კერად სტაბილურ კერად და ყოველდღიურად არ აქვს მნიშვნელობა თოვს, ქარია, წვიმა, ყინვა თუ მზეა, როგორი საღამოა, ადამიანები იქ იკრიბებიან. იკრიბებიან უკვე ყველანაირი ინფორმაციის გავრცელების გარეშე, იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, პროტესტის ადგილი, სადაც ჩვენ ვცდილობთ, რომ გავიტანოთ სიმართლე, გავიტანოთ ის, რისიც გვჯერა, რომ ადამიანების ხმა უნდა ისმოდეს. მაგალითად, აი ბოლო რამდენიმე დღეა ყოველდღიურად ვითხოვთ, რომ დევნილების პრობლემა და მათი საცხოვრებლის საკითხი გააშუქოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. თუმცა ვთქვათ, აი ეს რაღაცა სტრატეგია უგულებელყოფის და იგნორის, ვთქვათ, ამ თემასაც ახლავს თან. სხვა მნიშვნელოვან თემებზეც მოგვითხოვე, მაგრამ აი არ წარმომიდგენია ადამიანმა საბინაო პირობების გამო, აი სოციალური ესეთი გაჭირვების სახელმწიფოს მიერ სრულიად უგულებელყოფის, წლობით უგულებელყოფის გამო, დაიწვა თავი, აი ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რა შეიძლება რომ გააშუქოს ეხა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, მე უბრალოდ არ წარმომიდგენია, ხო? აი საინტერესოა დღეს მაგალითად საპროტესტო აქცია 5-ის ნახევარზე და ამას გააშუქებს თუ არა. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ან შეიძლება გააშუქოს, მაგრამ არა იმ სტანდარტით, როგორც უნდა შუქდებოდეს. იმიტომ რომ ეხა მე როგორც სოციოლოგი შემიძლია ვთქვა, რომ იმისთვის რომ რაღაციდან აზრი გამოვიტანოთ, ჩვენ გვჭირდება რომ კონტექსტიც წარმოვადგინოთ, ხო? აი მაგალითად ჩვენ მოპოვებულ საღამოს ეთერში, რომელიც 1 საათი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხან იყო 1 საათი, ხან არა, ერთ-ერთი რესპონდენტი, როდესაც საუბრობდა და ეკითხებოდა წამყვანს, რომ აი ტყიბულელი მეშახტე, რომელიც ამბობდა, რომ თქვენ იცით მე რა პირობებში ვმუშაობს, წამყვანი ამბობდა, რომ ჩვენ გაშუქებთ ხოლმე, მაგრამ აი პირობები რაშიც მუშაობთ და ეს მიჩუმდა ეს მეორე არის ნდობა ალბათ, რამდენად იჯერებ იმას, რასაც ხავაზობენ. უკვე იმდენად ხო არის, რომ რაღაცნაირად რომ გაიტეხ სახელს და ერთხელ არასწორი ინფორმაცია ორჯერ, მერე რაღაცა ნდობაც უკვე ნაკლებად. თან ანუ ჩვენ ვიცით, რომ არაერთხელ ყავდა სტუმრად საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ჩვენს ეთერში. ეხლაც ვიცი, რომ გიორგი ჭანტურია შემოგვიერთდა, რომელიც ასევე თუ არ ვწდები საინიციატივო ჯგუფს წარმოადგენს, თუ შეიძლება ვწდები. ანუ ჩვენ ესე შეგვარქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა საინიციატივო ჯგუფი და თითქოს რაღაცნაირად დავიწროებას ცდილობენ ამით, რომ რაღაცა პატარა ჯგუფია, რომელიც რაღაცას აორგანიზებს. მაგრამ ჩვენ პოზიციონირებთ როგორც პროტესტის, ასე ვთქვათ, მონაწილეები, რომ ფაქტობრივად იქ ვინც იკრიბება ყოველდღიურად ის ჯგუფი, ასე ვთქვათ, ერთხმად იღებს რაღაცნაირად ყველაფერზე გადაწყვეტილებას. კი, და მოგესალმები გიორგი პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდი და ვიცით, რომ აქამდე რაც იყო შეთანხმება მიღწეული და მარიამი საუბრობდა აქამდე მაგაზე, შეთანხმება იყო კიდე ისე, რომ დღის ეთერზეც უნდა გადასულიყო
ეს ყველაფერი, თუმცა ჩვენ დღესაც უბრალოდ არა თუ დღის ეთერებში გადავიდა ხალხის ხმა, არამედ საღამოს ეთერები ჩემცირდა და საერთოდ აღარც გამოდიოდნენ კომუნიკაციაზე. მას შემდეგ რაც ეს ბორდის ხდომები იყო, ვიცით რომ რაღაცა ძვრებიც იყო, მათ შორის ვნახეთ რომ 4 თებერვლიდან ვასილი ივანოვიჩ-კოვანი საერთოდ ააყენეს ეთერიდან. ნიშანდობლივია ძალიან რომ არავინ არ დაჯდა მის ადგილას და მოუწია პროდიუსერს მოამბის წაყვანა. ეს სერიოზული მიღწევა. თუ არის რაიმე წინსვლა იმ მიმართულებით რომ კომუნიკაცია აღდგა თუ არა საერთოდ და თუ გვაქვს იმის მოლოდინი რომ შეიძლება იგივე დღის ეთერებზეც კონდეს შესაძლებლობა რომ ხალხის ხმა გაისმას. დიახ, პირველ რიგში მადლობა რომ ამ თემას დროს უთმობთ, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხიც არის და როგორც საპროტესტო კერა რაღაცნაირად სიმბოლური დატვირთვაც პრაქტიკული თვალსაზრისით, იმიტომ რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იკრებიან საზოგადოებრივ მაუწყებელთან, შემდგომ რუსთაველს უერთდებენ, რაც ძალიან დიდ ძალას აძლევს რუსთაველის პროტესტს და რუსთაველის ყოველდღიურ გადაკეტვას. კი ბატონო, ამიტომაც შეიძინა ეს სიმბოლური დატვირთვა, იმიტომ რომ თავიდან იყო აზრთა სხვადასხვაობა, რომ აი იქიდან ხალხი მოვყავთ და იმას ხომ არ ააკლებთ და რეალურად თქვა პირიქით, თუნდაც ის მარში და ეს შეძახილებით თქვა იქ მისვლა და გამხნევება მუხტის გადაცემა რუსთაველისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო? რაც შეეხება ამ კომუნიკაციას, პრინციპში აი სამეურვეო საბჭოს შეხვედრების შემდგომ არანაირი ესეთი კომუნიკაცია მათთან არ ყოფილა და იქაც არხის ხელმძღვანელობა მუდმივად ცდილობს, რომ რაღაც ანუ ჩვენს მიერ დასმულ არგუმენტებს კი არ უპასუხონ, თვითონ გამოგონილ არგუმენტებს უპასუხონ, ხო? ანუ მაგალითად ის, რომ არხი დღეს საერთოდ არ ფუნქციონირებს და არც ერთი გადაცემა არ გადის და ეს არის მენეჯმენტის პასუხისმგებლობა, ამაზე არაფერს არ ამბობენ და ამბობენ, რომ აი თუნდაც მოგონილ არგუმენტებს პასუხობენ, რომ აი თითქოს ეუთოოდილის დასკვნა დადებითად აფასებს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამ დროს ცალსახად წერია, რომ უარყოფითად არის შეფასებული. თავიანთ შიდა მონიტორინგის ანგარიში, რომელსაც ესე იგი სამეურვეო საბჭო იყრუებს, მაგალითად გია მურღულია იყრუებს ამას და არ ამბობს, არ ახსენებს ქარტიას და თითქოს ქარტიას ისე მოიხსენიებს რა ხელწამოსაკრავ ორგანიზაციად, მაგრამ არაფერს ამბობს შიდა მონიტორინგის ანგარიშზე, სადაც ესე იგი ესეთი რაღაც წერია, წარმოუდგენელი ამბავია, რომ ისიც არასრული სახით არის შიდა მონიტორინგის ანგარიში, რომ ესე იგი პირდაპირ ეთერი ქართულ ოცნებას ერთ თვეში დაუთმეს 25 საათი, როცა ჯამში აღებული ყველა პარტიას ბარიერ გადალახულს, ბარიერ გადაულახავს, ერთად არც ერთს არ დაუთმეს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დაუთმეს 52 წუთი და საქართველოს პრეზიდენტს დაუთმეს 44 წუთი. ამას რო ეუბნები, ის ხალხი იყრუებს და ლაპარაკობს, რომ თითქოს ეს არაჩვენებს მიკერძოებას. ხო, ანუ ფაქტები მოიტანეთო, ეს სხვა შორის გამოცდილი პრაქტიკა, რასაც მათი წამყვანის მაკაცინცაძეც ხშირად მიმართავდა არჩევნების შემდგომ, რომ აი ერთი ფაქტი მაინც მაჩვენეთ გაყალბების და ესე იგი რამდენი ადამიანი არ მივიდა, რამდენმა არ უთხრა, ხო, ბოლოს ისხედის ხელმძღვანელი იყო მისული, რომელმაც პირდაპირ ფაქტები დაულაგა, მაგრამ მეორე დღეს ეს ადამიანი მაინც ჯიუტად იმეორებდა, რომ მაჩვენეთ ფაქტები. და ამას აკეთებს სამეურვეო საბჭოს, რომ ესე სამეურვეო საბჭოც და პროპაგანდაც ასე მუშაობს, რომ ანუ რაც არ უნდა აჩვენო, ისინი მაინც იმეორებენ ჯიუტად, რომ აი მაჩვენეთ ფაქტი, აბა სად არის მიკერძოება, აბა და ეს ადამიანი მე უბრალოდ რატო უსვავ გია მურღულიაზე ხას, იმიტომ რომ მე და მას ნაცნობობა გქონდა და თან ის განათლების სფეროს წარმოადგენს, მასწავლებელი არის და სკოლაში ბავშვებს ასწავლის და უბრალოდ სირცხვილი არის ეს რა და უნდა იცოდნენ, მშობლებმაც უნდა იცოდნენ, რომ რას წარმოადგენს რეალურად დეзинფორმაციის და ამ პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ის არის, ხო, რა ქვია, წინამძღოლი ამ. ეხლა რა კითხვა მებადება, იცი ალბათ სანდრო შენთან უფრო იქნება ეს შეკითხვა როგორც იურისტთან. აი საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ იყოს თქვათ მოწოდების სიმაღლეზე და დღეს ის აცრულებდეს იმ ფუნქციას, რაც რეალურად მას ევალება. რამდენად შესაძლებელი იქნებოდა რომ თქვათ აი სასამართლო პროცესები, რომელიც დღეს მიმდინარეობს, რომელიც სრული ფარსი არის და მტკიცებულებებიც კი არა აქვთ მოსამართლეებს და რა მდგომარეობაში არიან ცრუ ბრალდებებს ვინც იძლევიან ის ადამიანები, რამდენად შესაძლებელია რომ თქვათ პირდაპირ ეთერში ყოფილიყო აი ამის გადაცემა, იმიტომ რომ რატო ვსვამ ამ შეკითხვას, იცი რომ სურვილი მიჩნდება რომ საზოგადოებამ გაიგოს რასთან აქვს საქმე, იმიტომ რომ მე მაქვს ამის განცდა რომ საზოგადოებამ არ იცის რა პრობლემების წინაშე დგან
განან იქ მყოფი ადამიანები, სასამართლოში მყოფი ადამიანები. იმიტომ რომ ყველა ვინც გამოდის ერთმნიშვნელოვნად არიან შეშფოთებულები, იმიტომ რომ სრულ აბსურდის თეატრში უწევთ ჯდომა და ყოფნა. რამდენად შესაძლებელია ეს? დისკრეცია არ არის, მას შეიძლება გამოთქვას ამისათვის ბრძაობა, თუმცა გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს მაგასთან. არა, გასაგებია, მაგრამ მე ვამბობ გაშუქების უფლება რამდენად აქვს თქვა. მაგას ვამბობ, რომ ეგ მედია მაგაწყვეტილებას რომ მიიღოს, ნებისმიერ შემთხვევაში ჭირდება ნებართვა სასამართლოდან, რომელიც ამის არ მიცემს ამის უფლებას, ან არ მიცემს საჯარო ინტერესთან გამომდინარე. ამიტომ გვინახავს პროცესები, სადაც არის ასე ვთქვათ პირდაპირ ტრანსლაცია და ჩვენება და გვინახავს პროცესები, სადაც არ არის ამის შესაძლებლობა, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ საქმეებზე, რომელიც არ ითვლება რაღაცა ძალიან მძიმე დანაშაულებად, ამიტომ ეს მხოლოდ მედიის ასე ვთქვათ ბრალ ვერ დავაბრალებ. ხო, თუმცა აი როგორ არის გაშუქებული, მე მარიამს დავეთანხმები. ხო, აი მაგალითად ჩვენ ქონდა მრავალათასიანი პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რამდენიმე წუთი დაუთმეს და არც ერთი პროტესტის მონაწილე არ იყო თქვათ იმ სიუჟეტში ჩართული. თვითონ წამყვანი ამ შემთხვევაში რაღაცას საუბრობდა, რომელიც ჩვენი პროტესტის სულისკვეთებას ნაკლებად გადმოსცემდა და იგივე ხდება სასამართლოზე. ხო, ანუ ეს ადამიანები რაღაცას ვჯელობენ, ჯერ ესე იგი, აი მე უყურებდი ახლა გუშინწინაც იმის წინაც და ესე იგი დაახლოებით 9 საათი დაუთმეს ირაკლი კობახიძის გამოსვლას აი ამ რაღაცა ბაკურიანის იმაზე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე. რამდენიმე წუთი, 3-4 წუთი დაუთმეს 10-მდე სასამართლოს ჯამში აღებულს. ყველა ერთ ქვაბში, ასე ვთქვათ, მოხარჯეს, ეს 10-მდე სასამართლო 3-4 წუთში გაიარეს, ისე რომ ამ ადამიანებმა რაღაც აი მაგალითად ლადო აფხაზავმა მე მგონი 10 წამი ილაპარაკა და ჩაჭრეს ნინო ქათამაძემ რაღაცა. აი ესე გააშუქეს და ამ დროს შორის ლადო აფხაზავაზე გამახსენდა ძალიან ისეთი სამაჩუყებელი ამბავი იყო, რომ მასწავლებლებმა მასწავლებლებმა მე 5,000-მდე მოსწავლე იყო, რომ მასწავლებლებმა ლარი და 50 თითო მასწავლებელმა ჩარიცხა და მას ასე ვთქვათ ჯარიმის თანხა შეუგროვდა და ეს კიდევ ნიშანია დიდი სოლიდარობის, რაც ძალიან მე პირადად მახარებს. აი აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ მაგალითად აი სასამართლოების თემა ახსენეთ თქვენ, მაგალითად საზოგადოებრივ მაუწყებელმა არ გააშუქა ერთ-ერთ საღამოს, როგორ აიყვანეს სპეცოპერაციით 2 სტუდენტი ზანდუკელზე, 3 მანქანით როგორ გაიტაცეს და საათობით როგორ ეძებდნენ ახლობლები და მეგობრები ამ სტუდენტებს, აი 23 საათი ვადევნებდი თვალს იმას, აი 23 საათის მანძილზე არ გამოიძებნა თუნდაც 30 წამი მათი სტანდარტის შესაბამისად, რომ ეს ამბავი გაეშუქებინათ. ამიტომ აქ კიდე არსებობს ასეთი საშიშროება, რომ რამდენად ემუქრება საზოგადოებრივ მაუწყებელს, თქვათ, აი ამ პირობებში ევროპის მაუწყებელთა ასოციაციიდან, თქვათ, გარიცხვა. იდეაში პრინციპში რატომაც არა და ჩვენ პრინციპში ამ მიმართულებით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მუშაობთ, რომ გავაგებინოთ ევროპის მაუწყებელთა კავშირს თუ რას აკეთებს საზოგადოებრივ თან სახელიდან ევროპის მაუწყებელთა კავშირია და ერთ-ერთი ისეთი ანტიევროპულ პროპაგანდას ვინც ეწევა ეს არის საზოგადოებრივ. აი უბრალოდ ერთ გადაცემას შეხედეთ აი ეს 42 პარალელი, რომელსაც ვასილ მაღლაფერიძე წარუძღვება, ხო? ჯერ ერთი რომ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი, ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეც არის, გადაცემის წამყვანიც არის, გადაცემის სტუმარიც არის, სხვა გადაცემების და ანუ ყველა როლში არის და ინტერესთა კონფლიქტზე ვერაფერს ვერ ამბობენ. რომ აღარ ვთქვათ, რომ პარტიულია. რა თქმა უნდა და მეორე რომ თვითონ კონტენტი ხო არის აბსოლუტურად ანტიდასავლური პროპაგანდა, რასაც ის და გიორგი გვიმრაძე და მათი სტუმრები ეწევიან და მთლიანად არხი ამაზე არის ორიენტირებული. ამიტომ და გარდა ამისა, თქვათ, პროტესტთან მიმართება ხო როგორი აქვს და ამიტომ ჩვენ ვცდილობთ რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირს, რომელმაც ჩემი ღრმა რწმენით დაიგვიანა რეაქცია აბსოლუტურად, მათ აქამდე უნდა ჰქონოდათ რეაქცია, ამიტომ ჩვენ ახლა სხვადასხვა თქვათ მეგობრები თუ მხარდამჭერების თუ ორგანიზაციების მეშვეობით ვცდილობთ რომ რაც შეიძლება მეტი ესეთი წერილი იქნება, მიმართვა იქნება, მიუვიდეს ევროპის, იმიტომ რომ შეწუხდეს ეს ხალხი, რომ ანუ ესე არ არის, რომ იმიტომ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირი სულ იშვიათებს, რომ აი ჩვენ ამათი წევრები ვართ, მათი მხარდაჭერა გვაქვს. თინათინ ბერძენიშვილი არის მათი გენდერული თანასწორობის კომიტეტის წევრი. მაშინ, როდესაც ყავთ არხზე მაღალი თანამდებობის პირი, ანალიტიკური
სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გვიმრაძე, რომელიც რავი თქვენთვენ ნახეთ როგორ მოიქცა, ხო? და გარდა ამის, აი სტატისტიკა ავიღეთ ჩვენ იმ ერთი თვის მანძილზე, ესე იგი, აი სახალხო ეთერი რაც გქონდა და აბსოლუტური თანაფარდობა იყო გენდერულად, თქვა ქალსა და კაცს შორის და სადღაც არ მახსოვს 20 კაცი იყო, 20 ხალი დაახლოებით ამ რადიუსში. მათ შემთხვევაში 90% სულ იყვნენ კაცები და აბსოლუტურად თქვა ქალებს დრო არ ეთმობოდათ და ესეც მეტყველებს თქვა თვითონ ქითენათინ ბერძენიშვილის რაღაცა როლზე, მაგრამ ჩემთვის კორელაციაშია ქართული ოცნების საპარლამენტო სიასთან. ეს დავამატე, აი ჩემთვის რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ერთი რომ აი ცალსახად გამოჩნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სახე, ანუ ეს ნიღაბი ჩამოეხსნა ამ მაუწყებელს. შიდა ვთქვათ ეს ამბები რაც არის დაწყებული აი გუშინ რომ ახლა მაია ჭუჭულაშვილმა წაიყვანა გადაცემა რომელიც სხვა შორის სამეურვეო საბჭოზე წამოცდენა იყო ეხა არ ამგონია მან პირდაპირ იცოდა მაგრამ კომიკურია რომ პირდაპირ თქვა რომ მოამბის წამყვანი ვარო და მე გამოასწორა არა პროდიუსერი ვარო და ხო ანუ ამ ადამიანის ინიციატივით მოხსნეს ვასილ ივანოვიჩი-ქოვანი და რამდენიმე დღეში ის არის წამყვანი და მეტი ეხა ცენზურა და მეტი ვთქვათ შევიწროება რა უნდა იყოს და ეს რო გამოჩნდა ეს არის ძალიან კარგი. ეხლა მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ასევე თანმიმდევრულად გავიაზროთ რომ ეს ვთქვათ ხვალდაზეგ შედეგი არ იქნება ეს პროტესტი რასაც აჩვენებს რომ აი ესე თანმიმდევრულად ყოველდღიურად ჯიუტად უნდა მე მაგათაც ძალიან გამიხარდებოდა განათლების სამინისტროსთან რომ რაღაცა ჯგუფი იყოს და მუდმივად ვთქვათ აწუხებდეს ამ ხალხს ხო მე თვითონ ვიქნებოდი ეს უბრალოდ ნუ არ გამოდის არ გამოდის ტანსაცმელს გამოდის როგორც გითხრეს მაშინ რომ ერთ და იგივე ადამიანი აპროტესტებს ხო ნუ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ პირველ რიგში იმ თანმიმდევრობისთვის და სიჯიუტისთვის რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხდება და შემდგომ ეს მთლიანად სახალხო პროტესტს რომელიც რუსთაველზე არის და ძალიან სიმბოლურია ხოლმე რომ თქვენი ანუ საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო აქცია მე დაიძრება ხოლმე შეძახილებით რუსთაველისკენ და ივსება მე უკვე ემატება ფილმის კაცს მაგონებს ხოლმე როცა მოდიხართ იქიდან რაღაც შეხვედრის ამბავი რუსთაველზე ძალიან ისეთია დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ დაგემშვიდობებით მადლობა ჩვენს დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ შევხვდებით ხვალ გადაცემაში და საღამოს რუსთაველზე ხვალ